მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს YouTube არხზე, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიახლეებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი უახლესი ამბავი. გმადლობთ მხარდაჭერისთვის. 2 თებერვალი 2025 წელი. ევროპა. საფრანგეთი. დღეს Le Figaro გვესაუბრება შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დაძაბულობაზე. დონალდ ტრამპმა, რომელიც ახლახან ხელახლა აირჩიეს, პირობა დადო, რომ 1 თებერვლიდან ევროპულ იმპორტზე 10%-იან გადასახადს დააწესებს. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საფრანგეთის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ღვინისა და ავტომობილების ექსპორტზე. Le Figaro იუწყება, რომ ეკონომიკის მინისტრმა საგანგებო სხდომა მოიწვია შესაძლო კონტრზომების განსახილველად. გერმანია. Die Welt გვიჩვენებს, რომ გერმანიაში სამხედრო ბიუჯეტზე ცხარე დებატები მიმდინარეობს. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის ზეწოლის ფონზე გერმანიის მთავრობა განიხილავს თავდაცვისთვის მშპ-ს 3.2%-დან 5%-მდე გაზრდის შესაძლებლობას. გერმანელი კონსერვატორები მხარს უჭერენ ამ ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ ძლიერია ისეთი ევროპა, რომელიც თავს იცავს. დიდი ბრიტანეთი. The Telegraph გვაცნობებს, რომ დიდი ბრიტანეთი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემებს აწყდება. თუმცა ტრამპის ინაუგურაციით ქვეყანა იმედოვნებს, რომ ახალ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გამოიყენებს Brexit-ის უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად. ბრიტანელი კონსერვატორები ამას ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობად ხედავენ. ამერიკა. შეერთებული შტატები. Fox News-ი ტრამპის პოლიტიკის შესახებ უახლეს ამბებს გვაწვდის. მან გამოაცხადა გეგმა არალეგალი მიგრანტების გუანტანამოში გაგზავნის შესახებ, რასაც რესპუბლიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერა მოჰყვა, მაგრამ დემოკრატების მხრიდან არაჰუმანურად არის აღქმული. ტრამპმა ასევე შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულება რამდენიმე საათში $6 მილიარდზე მეტი გახდა. ბრაზილია. O Globo იუწყება, რომ ბრაზილია ცდილობს გააძლიეროს სავაჭრო კავშირები შეერთებულ შტატებთან. ბრაზილიის პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განსახილველად და იმედოვნებს, რომ ამით ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება. ახლო აღმოსავლეთი. ისრაელი. The Jerusalem Post გვეუბნება, რომ ჰამასის მიერ გათავისუფლებული 3 მძევალი ოჯახებს დაუბრუნდა, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირველი ნაბიჯია. ეს ისრაელის მთავრობისთვის გამარჯვებაა, მაგრამ მემარცხენე კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ხსენებული სვლა კონფლიქტის ძირეულ პრობლემებს არ აგვარებს. ირანი. ალ-ჯაზირა გვაცნობებს, რომ ირანმა ტრამპის შესაძლო ომის შესახებ გააფრთხილა გამკაცრებული სანქციების მუქარის შემდეგ. ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს, დასავლეთის ბრალდებების მიუხედავად. ჩინეთი. ეკონომიკური პოლიტიკა. ბლუმბერგი გვიხსნის, თუ როგორ პასუხობს ჩინეთი ტრამპის ახალ პოლიტიკას. პეკინი განიხილავს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გაზრდას განვითარებად ქვეყნებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკულ სანქციებს. ამერიკელი კონსერვატორები ამას ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ეკონომიკური დომინირების მცდელობად აღიქვამენ. იაპონია. ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. The Japan Times საუბრობს იაპონიის რეაქციაზე ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ზომები შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, იმ იმედით, რომ შეინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთის აღზევების ფონზე. მაღალი ტექნოლოგიები. ხელოვნური ინტელექტი. TechCrunch-ი გვიჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებში ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა ტრამპის Stargate პროექტით, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას. მემარცხენე კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან ამ მასიური ინვესტიციის ეთიკური შედეგებით. გმადლობთ, რომ თვალი ადევნეთ საერთაშორისო სიახლეების ამ გამოშვებას.
არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა განაგრძოთ მსოფლიო სიახლეებისთვის თვალყურის დევნება სწორი და პრაგმატული პერსპექტივიდან.